ბუნებრივია ყველასთვის ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში არსებული ხელისუფლება ვერ შენარჩუნდება ვერანაირი ფორმით და პრეზიდენტ იანუკოვიჩს მოუწევს წასვლა ხელისუფლებიდან, ვინაიდან უკვე დაღუპული ადამიანების რიცხვმა 25-ს გადააჭარბა. მან იგულისხმება იანუკოვიჩი აქტიურად პირდაპირ ვთქვათ, გაყიდა უკრაინის ევროპული არჩევანი პუტინის მილიარდებზე, ვარი თქვა თავის ქვეყნის და თავისი ხალხის სურვილზე ეცხოვრა უკეთესად და ამდენად ეს სიტუაცია ეთქოს განმუხტვას. მას შეუძლია ეს სიტუაცია განმუხტოს თვითონ, ანუ აიღოს ხელში ეს სადავეები და გადადგეს, რა შემთხვევაშიც ბუნებრივია მას ექნება, როგორც ესეთ შემთხვევებში არის ხოლმე ასეთი რბილად წასვლის რაღაც საშუალება. ეს ასე ხდება ხოლმე ეგეთ სიტუაციებში და თუ აიღო და მეტი რეპრესია დაატეხა საკუთარ მოქალაქეებს თავს, მაშინ მას შეუძლია ვთქვათ დააჩქაროს საკუთარი დამხობა და ამ პროცესებს უკვე წარმართავს ხალხის მასა. და მაშინ ძნელად პროგნოზირებადია მისი ბედი, ბუნებრივია, მას შეიძლება მოუწიოს გაქცევა, შეიძლება მოუწიოს პატიმრობა და ასე შემდეგ. შეიძლება უარესიც. მაგრამ ერთი რამე ნათელია, მთელი ამ სცენარების მიუხედავად, რომ სიტუაცია აუცილებლად უნდა დამთავრდეს ნორმალური ცივილიზებული გზით და ეს გზა არის უკრაინული სვლა ევროპული ოჯახისკენ, ევროპის კავშირისკენ, როგორც უკრაინის ხალხის უმეტესობას უნდა და უკრაინა რაღაცნაირად აპრიორი განწირულია ევროპელობისთვის. იმიტომ რომ უკრაინა სწორედ არის ის ადგილი, სადაც ოდესღაც რუსული სახელმწიფო ჩაისახა და ოდესღაც ევროპული რუსეთი ვითარდებოდა. ეს ყველაფერი კიევში დაიწყო, ჩვენ ვიცით. და ეს არ არის უბრალოდ ისტორიული ფაქტი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინელი ხალხი de facto ევროპელია. აქ ლაპარაკია უბრალოდ ამის ბიუროკრატიულ დონეზე გაფორმების თაობაზე, რაც ბუნებრივია შემდეგ საშუალებას მისცემს იმ უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებას, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია. უკრაინა არის უმდიდრესი ქვეყანა, შეიძლება ითქვას ტერიტორიით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა ევროპაში და დღეს ის თავის პოტენციალის ალბათ 10%-საც ვერ ასრულებს. მისი რეალიზაცია ძალიან უჭირს და სწორედ უჭირს, იმიტომ რომ უკრაინა მაინც მართული არის არაეფექტური საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხერხებით. კორუფციას მიაქვს იქაურობა, მაგრამ კორუფცია არ არის მხოლოდ ერთადერთი სიტყვა, რომელიც უკრაინის მდგომარეობას ზუსტად ასახავს. აქ ბევრი სხვა ფაქტორია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღეს ევროპის ლიდერების ჩასვლა უკრაინის დედაქალაქში და შემდეგ მათი შეხვედრა ერთმანეთთან და სავარაუდოდ ძალიან მკაფიო სიგნალების შემუშავება, რაც ალბათ გამოიხატება ძალიან მტკივნეულ სანქციებში, რომელიც შეიძლება იყოს რამდენიმენაირი, მათ შორის შეიძლება დაყადაღდეს, დაპატიმრდეს ანგარიშები უკრაინის ოფიციოზისა, რომელიც უმრავლესობა არის ევროპაში, ჩამოერთვათ ვიზები მათ, უბრალოდ გაუქმდეს, ვისაც ეს ვიზები აქვს და არ შეეძლოთ ევროპაში შესვლა და ასევე შეეზღუდოთ სხვა ტიპის სახელმწიფოებრივი საქმიანობა, სავაჭრო საქმიანობა, კომერციული საქმიანობა, ვთქვათ,
ევროპის სახელმწიფოებთან. ეს აუცილებლად ძალიან მტკივნეულად აისახება დღევანდელ მართლ ძალაზე და გამორიცხულია, რომ ამ მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთმა რეჟისორმა პუტინმა მოახერხოს და ხალხის ნებას აბსოლუტურად წარმატებულად აუმხედრდეს. ეს გამორიცხულია. პუტინს ჯერა რომ ხალხი ცოტას წვეთს, ის მიეჩვია ამას თავისი 12 წლიანი თუ უფრო მეტი მმართველობის განმავლობაში რუსეთში, მაგრამ უკრაინა, დღევანდელი უკრაინა, როგორც ჩანს, განსხვავდება მაინც დღევანდელი რუსეთისგან. განსხვავდება დღევანდელი რუსეთისგან და უკრაინელი ხალხი არის უფრო დეტერმინირებული ვიდრე დღეისთვის რუსი ამომრჩეველი და რუსი ხალხი, რომ იქცეს თავისუფალი სამყაროს ნაწილად. იმიტომ რომ მათ ეს ამ დღეებში, ამ შემართებით, ამ საოცარი გმირული მართლა სულისკვეთებით, ყველანაირი ლირიკის გარეშე დაამტკიცეს, რომ ისინი თავისუფლები არიან და უნდათ უკეთეს ცხოვრება, ისინი მათ იმსახურებენ. იმ პრინციპში ქაოტური მოვლენების ფონზე, რაც ამდენი თვეა უკვე უკრაინაში მიდის, ძალიან მინიმალურია მაინც აი სწორედ ამ ხალხის კულტურულობიდან გამომდინარე ზიანი, ფიზიკური ზიანი, რომელიც იქაურობას მიადგა. ძალიან ცუდად შეიძლება გამოიყურება და საშიშად ეს ცეცხლიანი მოედანი, მაგრამ ეს ყველაფერი არის მიზერი იმასთან შედარებით, თუ რაზეა ეხა ბრძოლა, თუ რამხელა შთაომავლობითი მნიშვნელობის დაპირისპირება მიდის. ეს ყველაფერი არის ძალიან მცირე ზარალი იმასთან შედარებით, თუ უკრაინა უარს იტყვის თავისუფალ ევროპულ მომავალს. ამიტომ ეს ყველაფერი ასატანია, მოსათმენია და თავისუფლებისთვის ბრძოლა ძალიან ხშირად არ გამოიყურება ლამაზად და თეთრი ხელთათმანებით ეს არ გეთლება. ევროპის რეაქცია როდესაც ვამბობთ ევროპა, ხშირად ჩვენ გულისხმობთ, რომ ეს არის ერთსულოვანი შეკრული ერთეული, რომელიც ადვილად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს სამწუხაროდ ასე არ არის. ევროპა არ არის შეერთებული შტატები. ევროპა არის სახელმწიფოების გაერთიანება, რომელსაც ყველას კიდე თავისი პერსონალური ეჯენდა აქვს, ანუ პერსონალური დღის წესრიგიც აქვს, რომელიც ხანდახან საერთო ინტერესებზე მაღლა დგება სამწუხაროდ. და ამიტომ ევროპამ დააგვიანა რეალურად რეაგირება უკრაინის მოვლენებზე, ჩემი აზრით. ასევე დააგვიანა ეს შეერთებულმა შტატებმა. სამწუთას შეერთებული შტატები სამწუხაროდ იზოლაციონისტურ რეჟიმში იმყოფება, მისი პრეზიდენტი საკმაოდ აგვიანებს რეაგირებას მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებზე და უკრაინა არის მსოფლიო მნიშვნელობის საკითხი, ეს არის რეგიონალური საკითხი. არ შეიძლება შეერთებული შტატები ელოდეს ევროპას, როდის ამოიღებს ევროპა ხმას და შემდეგ თვითონ ირეაგიროს ამაზე. თავისუფალი სამყაროს ლიდერი დღეს არის და ბოლო 50 წელია მეორე მსოფლიო ომის მერე არის ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ესეა. ამას ევროპელებიც აღიარებენ, არაევროპელებიც აღიარებენ, არადემოკრატიული ქვეყნებიც აღიარებენ და დემოკრატიული ქვეყნები. თავისუფალი სამყაროს ლიდერი არის და იყო შეერთებული შტატები. ამიტომ მას არ აქვს უფლება იჯდეს გულზე ხელებ დაკრეფილი და უყუროს შუაგულ ევროპაში როგორ ტრანსფორმირდება ნახევრად დემოკრატიული თუ ნახევრად ავტორიტარული ხელისუფლება ღიად ფაშისტურ და ღიად ავტორიტარულ და ღიად მარიონეტულ ხელისუფლებაში. ერთ-ერთი ამისი ბენეფიციარი დღეს არის პუტინი. პუტინს აწყობს ბუნებრივია მთლიანად გაკონტროლებული უკრაინა, მაგრამ ასევე აწყობს ეს მისი მეორე ალტერნატიული მისაღები ვარიანტია, თუ იქნება იქ
მართვადი ქაოსი. პუტინს ასევე აწყობს უკრაინა, რომელიც არის გაურკვეველი, დაბნეული, არეულდარეული და შესაბამისად მოუწესრიგებელი და შესაბამისად კონტროლირებადი. ამიტომ ეს აუცილებლად თავისუფალმა სამყარომ ახლა უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია კეთილგონიერებაც, ძალაც და პოლიტიკური ნებაც, რომ გვერდზე დაუდგეს უკრაინას. უამისოდ ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება და მომავალში შეერთებული შტატებიც, იმიტომ რომ პუტინისტური ძალები და ასეთი ხელისუფლებები თუ არ ვიწროვდებიან, ისინი ავტომატურად და თუ არ არიან შეკავებული, ისინი ავტომატურად თავის ბუნებიდან გამომდინარე გადადიან შეტევაზე. ის რომ 2008 წელს საქართველოში მას გაუვიდა ამდენი თავხედობა, ასე ვთქვათ, ამდენი ღიად დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა, საკუთარი ხელმოწერილი ხელშეკრულებების დარღვევა ეპატია რუსეთს და უფრო მტკიცედ არ აღუდგა დასავლეთი თავისუფალი სამყარო საქართველოს დასახმარებლად მაშინ პუტინის აგრესიას, აი მან გამოიღო ის შედეგი, რომ დღეს ის ბედავს უკრაინაზე თავდასხმას. თუ უკრაინას არ დაუდგება დღეს მთლიანად თავისუფალი სამყარო ცალსახად და მთელი თავისი სიძლიერით, პოლიტიკურით, ეკონომიკურით და სამხედროთი თუ საჭიროა, მაშინ შემდეგი ასეთი დასაპყრობი ქვეყანა იქნება სხვა ევროპის რუკაზე, არ გამოვრიცხავ რომელიმე ბალტიური ქვეყანა. იქ რუსეთს არ აქვს შემაკავებელი ფაქტორები, ეს არის თავს გადასული საერთაშორისო ხულიგანი, რომელიც დროზე უნდა მოსვან თავის ადგილზე. სხვაგვარად კონფლიქტები და დიდი პრობლემები ევროპის კონტინენტზე არ დამთავრდება. აი ეს არის ჩემი აზრით. დღეს იმედი მაქვს, რომ ევროპის ლიდერშიპი იტყვის კაფიო, გასაგებ და ძალიან რეალურ ხელმოსაჭიდ სიტყვას. კი ბატონო. დიახ. ეს ვიზიტი იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ადეკვატურად და მტკიცედ დაიცავს ქართული დელეგაცია საქართველოს ინტერესებს. პრემიერ-მინისტრს შეუძლია ძალიან კარგი სამსახური გაუწიოს საქართველოს თუ ის ცალსახად არაორაზროვნად ჩამოაყალიბებს თავის სათქმელს და გააცნობს ამ მესიჯს საქართველოდან ამერიკის ხელისუფლებას იმის თაობაზე, რომ ჩვენ როგორც ერი, როგორც სახელმწიფო ვიმსახურებთ ამერიკის მთლიან მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ამერიკას შეუძლია აქ შეუცვლელი დახმარება გაგვიწიოს ამ გზაზე წინსვლის საქმეში. და ჩვენ ამას ვიმსახურებთ რეალურად, იმიტომ რომ ის რეფორმები, რომელიც მრავალი წელია ვითარდება უკვე, იძლევა ამის საფუძველს, რომ ჩვენ მოვითხოვოთ სამართლიანად და დამსახურებულად ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ნატოსკენ და ასევე ის სამსახური, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გავწიეთ დასავლეთთან ერთად, ცხელომში, ერაყსა თუ ავღანეთში. ეს არ არის, როგორ გითხრათ, კეთილგანწყობილის და სიმპათიის ჟესტი ჩვენი მხრიდან. ეს არის დიდი ტვირთი, რომელიც საქართველოს მაიღო თავის მხრებზე. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ის სიმძიმე, რომელიც ავწიეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ზომის და ჩვენი რესურსების პატრონი ქვეყნისთვის. ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ ევროპელი და ამერიკელი მეომრების მხარდამხარ უკვე წლების განმავლობაში, როგორც ერაყში, ასე ავღანეთში და ჩვენ დროა რომ
არ არის კაი სიტყვა დაგვიფასდეს, მაგრამ სამართლიანი იქნება, რომ შეამჩნიონ ეს ჩვენი ხვაწლი როგორც სახელმწიფოსი და ამ გზაზე მეგობრული ხელი გამოგვიწოდონ წინსვლისათვის. ეს არის აუცილებელი და ეს პირველ რიგში უნდა გააკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში ვიზიტისას. ეს შეიძლება ძალიან სასარგებლო ვიზიტი აღმოჩნდეს. თუ ისინი წავიდნენ წასვლისთვის და ჩაიწერეს ასე ვთქვათ რეზიუმეში, რომ ჩვენ ამერიკასთანაც კარგად ავარ და რეალურად იქ არაფერი მოთხოვნები არ გააკეთეს, სამართლიან მოთხოვნებს გულისხმობ და არ დაიცვეს ბოლომდე ჩვენი ინტერესები, მაშინ ამ წასვლას აზრი არ ექნება. სიტყვების დონეზე ეს ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაგრამ საქმემან ჩვენმან უნდა გამოგვაჩინოს, როგორც ვთქვამთ, ჩვენ წინაპრებს, ხო? მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში მე აბსოლუტურ შეგრძნება მაქვს აბსოლუტური ფიასკოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. წელიწად ნახევარია საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის ძალიან უუნარო და იმპოტენტი და ვიტყოდი ასევე ბეცი. იმიტომ რომ არც ერთ საერთაშორისო დიდ ფორუმზე საქართველოს დეოკუპაციის საკითხი ისე ძალუმად და ისე ძლიერად არ გაჟღერებულა, როგორც ამ საკითხის სერიოზულობა იმსახურებს. რუსეთთან ყალბი დათბობა და ყალბი პოზიტიური ურთიერთობები დღეს თუ ვინმეს არგებს, ეს არგებს რუსეთს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს. საქართველო ბევრად სუსტია რუსეთთან შედარებით, რომ მას დაყვავებით და ასე ვთქვათ გაღიმებით გადაწყვეტილება შეაცვლებინოს. არა, ეს რუსეთს მისცემს საშუალებას, რომ მან მთელ მსოფლიოს უმტკიცოს, რომ ის პოზიტიურია საქართველოსთან მიმართებაში და სინამდვილეში გააგრძელოს დაუსჯელად და ყველანაირი თავისუფალი სამყაროს მხრიდან წნეხის გარეშე საქართველოს დაქუცმაცება. რუსეთი ამას აკეთებს და დღევანდელ რუსეთს ეს უნდა. თავს ნუ მოვიტყუებთ. ის რომ ნატოსთანაც კარგად ვიქნებით და რუსეთთანაც ეს არის აბსურდი. ჩვენ ყველანაირად უნდა ვცადოთ და ყველა დონეზე გავაკეთოთ ამის მცდელობა, რომ აუხსნათ ყველას, მათ შორის რუსეთს, რომ საქართველო ვერ გახდება მისთვის საფრთხე. ეს აუცილებელია, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთს ვერ მოვატყუებთ ჩვენ ღიმილით და ენის მოჩლეკით. ის არის ვერაგი გათავხედებული, ჩვენზე ძლიერი და ჩვენზე მდიდარი და ძალიან არადემოკრატიული მეზობელი. ამიტომ მისგან თავდაცვის საუკეთესო შემთხვევა არის მისადმი წინააღმდეგობაში, პრინციპულ წინააღმდეგობაში. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რუსეთთან დაპირისპირება ამ დროს უფრო პროდუქტიულია, ვიდრე მის ასე ვთქვათ მკლავებში ჩავარდნა და მასთან ბჭყალებში ჩახუტება. ეს ბევრად სახიფათოა. რუსეთისგან თავდაცვა მხოლოდ მისდამი პრინციპულ წინააღმდეგობაშია დღეისათვის. იცით რა, მე ამ წუთას თავს შევიკავებდი ეკლესიის კრიტიკისგან, შეიძლება მოდურად გამოიყურება, მაგრამ მე არ ამგონია, რომ ჩვენი ეკლესია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ვინმე გამოიყენოს. შეიძლება ამის სურვილი არის, შეიძლება ამის მცდელობაც არის, მაგრამ მე ეჭვება, რომ იქ არ იყვნენ პატრიოტები, ან იყვნენ უფრო ნაკლები პატრიოტები, ვიდრე ჩვენა ვართ. ასე რომ მონობა ნამდვილ ქრისტიანს და ნამდვილ სულიერ
წემს საკუთარი სამშობლოსი არ შეიძლება უნდოდეს. ამიტომ მე ამისი არ მჯერა, რომ აქ რაიმე წარმატება ექნებათ. ცდელობები, რა თქმა უნდა, ექნებათ, ცალკეული პიროვნებების გამოყენებას შეეცდებიან, მაგრამ როგორც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, როგორც უწმინდესმა თქვა, საქართველო იყო ყოველთვის ევროპული ცივილიზაცია და მისი ევროპულობის ერთი ნიშანი იყო ეს მართლაც ესეა, ყველანაირი კონjunქტურის გარეშე ჩვენი ქრისტიანობა. გარშემოტყუილები როცა ვიყავით სრულიად აგრესიული მეზობლებით და ერთად ისლამური სამყარო იყო, მაშინ ჩვენი ევროპელობის ერთადერთი ატრიბუტი და ნიშანი იყო ქრისტიანობა. და რეალურად ამაზე ვარს დღეს ვერავინ ვერ გვათქმევინებს. ეს ისეთი ფაქტია, საუკუნეების განმავლობაში შემდგარი ფაქტია, ასე რომ ვერანაირი დღევანდელი ცდელობა ამას ვერ შეცვლის. საქართველოს აი მაშინ ქრისტიანობა ჩვენთვის იგივეს ნიშნავდა, რასაც დღეს დემოკრატიულობა ნიშნავს. ამიტომ ის იყო იდეოლოგიაც, გამაერთიანებელი ფაქტორიც და ვინაობის განმაპირობებელი რაღაცაც. ამიტომ ცდელობები ალბათ მიმდინარეობს და არის, მაგრამ ეს წარმატებული არ იქნება. თქვენ გულისხმობთ უკრაინის მხარდაჭერა. დაუგვიანდათ, რა თქმა უნდა. დაუგვიანდათ და მაგათ ნამუსზე იყოს. მე ჭკუას ვერავის ვერ ვასწავლე, ისინი უკვე დიდი ბიჭები და დიდი გოგოები არიან. ამიტომ ეს მათი საქმეა. დაგვიანებული იყო ჩვენი ხელისუფლების რეაქციაც სამწუხაროდ და ძალიან დაგვიანებული და უდრო იყო, უბრალოდ დაგვიანებული კი არა, ძალიან უდრო იყო ჩვენი სოჩში წასვლა. სანამ შეგვეძლო სოჭიდან წამოსვლა, ის რამდენიმე დღეს ეს ოლიმპიადა თავდება, უნდა წამოსულიყავით პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ აშკარა რუსეთის უხეში და მტრული ხელი უკრაინის მთელ ამ ტრაგედიაში, მაგრამ ეს არის ტრაგედია, რომელიც შეიძლება დიდ ბედნიერებად იქცეს. და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა დაუდგეთ გვერდით უკრაინას და თავისუფალ სამყაროს. მე მეჩვენება, რომ ეს დაგვიანებით გააკეთა ხელისუფლებამ და ცალკეული პოლიტიკოსების არ ვიცი რა სიტყვა უწოდა, უსინდისობამ, როცა ისინი ადარებენ უკრაინას ან 26 მაისს ან სხვა ასეთ მოვლენას სრულიად უსინდისოდ მეჩვენება. სრულიად ულოგიკოთ და უტიფრად მეჩვენება, იმიტომ რომ სწორედ 26 მაისში ის ძალები ებრძოდნენ საქართველოს მაშინ, რომელიც ძალების დღეს ებრძვიან უკრაინის ხალხს. მე არ ვლაპარაკობ იმ გაბრაზებულ და ვთქვათ გულმოსულ ადამიანებზე, ვინც იქ მოტყუებით წაიყვანეს და შემდეგ მიატოვეს საკუთარმა ლიდერებმა და თვითონ გაიქცენ. ხო, რა თქმა უნდა, ბურჯანდეს გულისხმობ. ამიტომ ყველანაირი პარალელები არის არა მარტო ულოგიკო, არამედ უტიფარი. აბა ვის უნდა გულისხმობთ? მეტი იქ ვინ იყო?